კონკურენციაში შედიხართ ხოლმე ისე არხები ერთმანეთთან, ანუ გააქვთ ეს კონკურენციის გზნობა თუ ყველა თქვენთვის უბერავთ რა, იქნება, არ იქნება. ეგ ადრე იყო ეგრე, მაგრამ არასწორია ეგრე. იმიტომ რომ არ არსებობს ეგრე ადრე ითვლიდნენ როგორ იცი რომ მაგალითად არსებობს ადამიანი, რომელსაც აქ დღეში 1 საათი YouTube-ს რო უყუროს. და ამ 1 საათის განმავლობაში ხა შენ პოდკასტს უყურებს თუ ჩემს ორ ვიდეოს, ეგ უნდა აირჩიოს. ამიტომ აი და შენ კონკურენტები ვართ, დაუშვათ. მაგრამ ეგ არის ძალიან არასწორი. ანუ სინამდვილეში როგორ არის, იცი, ანუ ის ადამიანი ვინც არის იქ, იმაზე კი არ უნდა იმუშაო, ასე უხეშად რო ვთქვა რა. თქვენ რო დაიწყეთ პოდკასტის კეთება, თქვენ YouTube-ზე ვიღაცა ისეთი აუცილებლად მოიყვანთ ისეთი აუდიტორია, რომელიც მანამდე არც მე მიყურებდა და არც არავის. ამიტომ თქვენ შემოსვლით YouTube community გაიზარდა. და ეს არის ყველა YouTuber-ი საერთოდ. ყველა YouTuber-ის ნახვების 95%-ზე მეტი არის სხვა YouTuber-ის დან წამოსული სხვადასხვა ტრაფიკით რა. ყოიდეში კონკურენცია მე კოლაბორაციაში გადაიზარდა რა. ანუ კონკურენცია ვერ გამოდის. ნახე მე რომ მინდოდეს რომ ეხა მაგალითად ვიღაცა YouTuber-ი ჩავთვალოთ ჩემს კონკურენტად და ის გავაქრო, ესე რაღაცა ხელის გატკაცუნებით. ეგ ნიშნავს რომ იმას რა engagement-იც ქონდა საერთო community-ის წილიდან ასე ვთქვათ. მაგდენი engagement-ი მეც მომაკრდა და ყველას. ამიტომ ყველა YouTuber-ი უნდა ჩალიჩოვდეს იმას რომ ახალ ტიპებს სულ ხელი შეუწყოს და განავითაროს.